პროექტი თანამშრომლობა და ცნობიერების ამაღლება დაბინძურებისაგან თავისუფალი და ეკოლოგიურად სუფთა შავი ზღვისათვის დაფინანსებული იქნა Interreg Next შავი ზღვის აუზის პროგრამის გრანტების ფარგლებში. პროექტის განხორციელებისა ერთობლივად შემუშავდა შავი ზღვის ირგვლივი 5 ქვეყნის მიერ. ლიდერი ორგანიზაცია და წამყვანი ამ შემთხვევაში არის ბათუმის შეთავაზებელი სახელმწიფო უნივერსიტეტი. პარტნიორები არიან მოლდოვას კონსტანტინ სტირეს ევროპული ურთიერთობების უნივერსიტეტი USP. მეორე გახლავთ თურქეთის ტრაპიზონის ტექნიკური უნივერსიტეტი. შემდეგ არის საბერძნეთის თესალონიკის არისტოტელეს უნივერსიტეტი და რუმინეთის დუნაის დელტის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი. ერთობლივად ამ 5 ორგანიზაციის მიერ იქნა შემუშავებული იდეა, პროექტი და თვითონ მიზანი ამ პროექტისა ეს არის ეკოლოგიური გარემოს გაჯანსაღება, დაცვა და ბიომრავალფეროვნების აქ არსებული საკვლევ რეალში არსებული უნიკალური ბიომრავალფეროვნების დაცვა, შენარჩუნება და გონივრული გამოყენება. I focus both on modeling pollution in the sea or the rivers and also wastewater pollution, solid waste pollution, all this kind of pollution. We are happy to collaborate for the first time with the Batumi Shota Rustaveli University in the framework of our project named KFC. We will study together the border problems, we will compare at each other, and then we will elaborate a proposal for the decision makers, and we will present for the public, for the decision makers, for the government structures. Make a series of recommendations in order to improve water quality and, as I said, nature conservation, biodiversity conservation. The project is a cross-border, Black Sea cross-border initiatives. It's about the pollution of the Turkish and Georgian territory. We have been focused on microplastics pollution in the Chorokh Valley, as well as some small creeks, some small rivers on the Turkish side, together with Chorokhi. პროექტი მოიცავს პლასტიკის დაბინძურებას. დღეს მიკროპლასტიკი და პლასტიკის დაბინძურება შავი ზღვის უდიდეს გამოწვევას წარმოადგენს. ჰაბიტატები არსებობს, რა ბიომრავალფეროვნება, როგორია მათი ეკოსისტემური სერვისები, რა ღირებულება გააჩნია ამ ეკოსისტემებს. სავარაუდოდ ტბორებშიც იქნება მიკროპლასტიკის გარკვეული რაოდენობა, ვინაიდან ირგვლივ ზონა აშკარად ჩანს, რომ გამოკვეთილი პლასმასით დაბინძურებას აქვს ადგილი. რა თქმა უნდა, ახლა ამ ეტაპისთვის ჩვენ ფაქტიურად ორი სეზონის სინჯები გვაქვს აღებული საკვლევ სადგურებზე, მაგრამ უკვე გადავდივართ ლაბორატორიული კვლევის მეთოდზე და შედეგები ძალიან მალე იქნება ცნობილი. ასევე სწავლობთ მძიმე მეტალების შემცველობას ატმოსფერულ ჰაერში, ნიადაგში, წყლის ტოქსიკურ დაბინძურებას. საკვლევი არეალი 5 ქვეყანაში არის ჭარბტენიანი ტერიტორიები, მდინარე ზღვასთან შესართავი, განიხილება თვითონ პროექტში საქართველოსა და თურქეთს შორის ტრანსსასაზღვრო ესეთი გვაქვს მდინარე ჭოროხი, დაბინძურება მიკროპლასტიკითა და სხვა დამაბინძურებლებით არ არის მხოლოდ ერთი ქვეყნის პრობლემა, ამიტომ არის აღებული ზუსტად ეს ჭოროხის დელტა საქართველოს თურქეთს შორის და რუმინეთსა და მოლდოვას შორის დუნაის დელტა. საბოლოო შედეგი ამ პროექტისა იქნება ზუსტად ჩვენი კვლევებიდან გამომდინარე შევიმუშავებთ სამოქმედო გეგმას საქართველოს თურქეთს შორისა, ზუსტად ასეთივე სამოქმედო გეგმას შეიმუშავებს ერთობლივად რუმინეთი და მოლდოვა. საკვლევი არეალი საქართველოს მხარეს ეს გახდა მდინარე ჭოროხი შესართავიდან
ჭოროხის დელტადან საქართველოს საზღვრამდე კირნეთის ჩათვლით შევისწავლეთ ჰაბიტატები, მოწყვლადი ჰაბიტატები გვხვდება თვითონ ჭოროხის დელტაზეც და აი საზღვართან. ჭოროხის დელტაზე ეს არის ბუნებრივი მტკნარწყლიანი ტბორები, რომელიც მხოლოდ აქ არის შემორჩენილი საქართველოს მთელი კოლხეთის დაბლობის სანაპირო ზოლზე ინფრასტრუქტურული სხვა პროექტების გამო განადგურებულია და თან ამ ბუნებრივ მტკნარწყლიან ტბორებს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ჰაბიტატებს მიგრირებადი, მიმოფრენი და წყალმცურავი ფრინველებისათვის და განიხილება როგორც რამსარის კონვენციისათვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ტერიტორია. ეს ადგილი ცნობილია როგორც აღმოსავლეთ შავი ზღვისპირა სამიგრაციო დერეფანი მტაცებელი ფრინველებისათვის. ის ერთ-ერთი უმსხვილესია მსოფლიოში. მტაცებელი ფრინველებისაგან აქ დაახლოებით 35-დან 40 სახეობამდე მტაცებელი ფრინველი მიგრირებს, რომელთა უშუალო დაკვირვება და ოფიციალური ყოველწლიური აღრიცხვა ხორციელდება. მტაცებელი ფრინველები მიგრაციის დროს საჭიროებენ შესვენებას, ენერგიით შევსებას და ამ დამღლელი მიგრაციის დროს ეს მათთვის საერთოდ აუცილებელია, რათა მათ შეძლონ ხანგრძლივი მიგრაციის დროს დანიშნულების ადგილამდე მიღწევა. სწორედ ასეთი ადგილების შენარჩუნება არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, რადგანაც დღეს უკვე ვითარდება ინფრასტრუქტურა, ვითარდება გზები, შენდება ბევრი შენობა, ვითარდება ეკონომიკა და ბუნებისთვის მნიშვნელოვანია, რომ ესეთი ადგილები იყოს დაცული, მათი ნაწილი მაინც იქნეს შენარჩუნებული, იმიტომ რომ ჯანსაღი ბუნების ნაწილი ეს ყველაფერი და საომავლოდ ადამიანს სჭირდება, პრაგმატულად გვჭირდება ჩვენ, რომ გქონდეს სუფთა ჰაერი, სუფთა წყალი და ჯანსაღი გარემო. მეცნიერული დაკვირვების შედეგად აღმოჩნდა, რომ ძველი დროიდან მოყოლებული კოლხური ტიპის ჰაბიტატი, კოლხური ტიპის ტყეები მხოლოდ ერთ ადგილას პატარა ფრაგმენტის სახით არის შემორჩენილი, იქ სადაც ჭოროხის მდინარე ორ ნაწილად იყოფა და პატარა კუნძული არის დარჩენილი. სხვა დანარჩენი მიმდებარე ტერიტორიები არის მთლიანად მოდიფიცირებული. ეს ბუნებრივი ზემოქმედების შედეგად შეიძლება ესეთი ცვლილებები გამოიწვიოთ, რაც სასურველი არ იყოს და ამიტომ უნდა დავფიქრდეთ, როდესაც ვერევით ბუნებაში. მე ვარ ოთარი ძნელაძე, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭანალის მკვიდრი. უნდა აღინიშნოს, რომ ადრე მდინარეც და გარემოც იყო სულ სხვანაირი. ადრე ფრინველების მრავალფეროვნება იყო ძალიან ბლომად. დილით რო გაიღვიძებდი, ჩიტების ჭიკჭიკი ისმოდა. მაგრამ ახლა აღარა ეს მრავალფეროვნება და 1-2 ჩიტი თუ გაიფრენს და მერცხლები თუ შემოფრინდებიან. და მოვუაროთ ბუნებას, გარემოს და უნდა მივაქციოთ განსაკუთრებული ყურადღება მდინარეს. ჩემს ბავშვობაში ეს მდინარე ალბათ 5-მდენი მოდიოდა. თვითონ სოფლის მოსახლეობამ უნდა გამოიჩინოს ინიციატივა, რომ ყურადღება მივაქციოთ როგორც მდინარეს, ასევე ხე-ტყეს. აუცილებელია იქედან გამომდინარე, რომ ეკოსისტემური სერვისებია აქ მნიშვნელოვანი, როგორიც არის მომარაგებელი, რას გვაძლევს, რომ იქ არიან მცენარეები ძალიან მნიშვნელოვანი, საკუთარ მცენარეები და საკვები ზოგიერთი ცხოველი თავის სასიცოცხლო ციკლს ზუსტად აქ გაივლის ამ ბუნებრივ მტკნარწყლიან ტბორში მისი სიცოცხლისათვის, გამრავლებისა და არსებობისათვის ბუნებრივი მტკნარწყლიანი ტბორი არის აუცილებელი და მესამე უკვე 22 წლიდან რა ბუნებრივ მტკნარწყლიან ტბორებს იცავს ზურმუხტის ქსელი და ბერნის კონვენცია. ეს სტატუსი რაც საერთაშორისო ბუნებრივ მტკნარწყლიან ტბორებს გააჩნიათ და ასევე მეანდრები თვითონ მდინარის მიერ შექმნილი მეანდრები ლეილისა და ლაქაშის დომინანტობით და იქ ფლორის და ფაუნის ისეთი სახეობები, რომლებიც არის წარმოადგენენ ენდემებს, რელიქტებს და ასევე განსაკუთრებული არის დასაცავი ჰაბიტატია, რომელიც მხოლოდ დაცულ ტერიტორიებში ხდება და აქ შემორჩენილია, ის არის ტიპური რელიქტური კოლხური ტყე,
ფოთოლმცენარეებით, განსაკუთრებული არის აქ ლაქონისა და მუხის არსებობა. ქვეტყეს ბზა წარმოადგენს კოლხური ბზა, მის ჯანმრთელიდან ჯანსაღი ეგზემპლარები. ეს მათი დაცვა და შენარჩუნება ძალიან მნიშვნელოვანია და ზუსტად ეს ჰაბიტატები არის საქართველოს მხარეს ჭოროხის, მდინარე ჭოროხის ხეობა. ეს მცენარე წყლის კაკალი არის. მასთან ერთად ლელი და ლაქაში არიან მსოფლიოში პირველი ედიფიკატორები, რომლებიც ქმნიან ნიადაგს. იმიტომ რომ მათ ძალიან გრძელი ფესურა აქვთ, ის გამო რომ ეს ტბორები ნადგურდება, თვითონ სახეობაც ნადგურდება. და ეს ტერიტორიები ესე მნიშვნელოვანი არის წყალმცურავი ფრინველებისათვის. როცა მოხათ აქ შეგიძლიათ რომ მიგრირების დროს ძალიან ბევრი წყალმცურავი ფრინველი ნახოთ. ეკოსისტემური სერვისები არის მომარაგებელი, მარეგულირებელი, ის არის წყლის ჰიდროლოგიური რეჟიმი, თვითონ და გარემო წყლის ეს არის აქ აუცილებელი არის მჟავიანობა თუ მჟავიანობა დაირღვა, მაშინ ის მნიშვნელოვანი მცენარეულ საფარი, რომელსაც იცავს ეს მთელი კონვენციები, ისინი ვეღარ იარსებებენ, გაქრებიან. ეკოსისტემურ სერვისს წარმოადგენს ასევე ჰაბიტატის სერვისი და მეოთხე ის გახლავთ კულტურული სერვისი, რომელიც მნიშვნელოვანი არის მათი დაცვით, შენარჩუნებით, აღდგენითაც შესაძლებელია ეკოტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება, ცნობიერების ამაღლება, საგანმანათლებლო საქმიანობები და ასევე სამეცნიერო კვლევები. ერთ-ერთი აქტივობა ითვალისწინებს ლანდშაფტების ეკოლოგიის ინტერდისციპლინურ სამაგისტრო პროგრამის შემუშავებას, რომელიც სხვადასხვა სპეციალობის მიმართულების სტუდენტებისათვის იქნება განკუთვნილი და ჩვენ ასეთი ტერმინი შემოვიღეთ მოქალაქეთა მეცნიერება, მოქალაქეების ჩართულობა და მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება, მზადდა საინფორმაციო ფურცლები, ტრიპლეტები, სადაც საუბარი არის ამ ეკოსისტემურ სერვისებზე, მოსახლეობისათვის გასაგები ენაზე, თუ რატომ უნდა დაიცვას ეს, რისთვის არის აუცილებელი, რომ თევზაობენ, ნადირობენ კიდევაც, სამკურნალო მცენარეებს აგროვებენ, მოსახლეობის აზრი და მათ შეხედულებები იქნება გათვალისწინებული. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება და აქტივობა ასევე გულისხმობს დეგრადირებული ჰაბიტატის აღდგენას, სანაპირო ზონი განადგურდება და ჰიდროლოგიური რეჟიმის დაირღვევა. მთლიანი ჯაჭვია ეს მცენარეები, ფრინველები, შლამი თუ არ იქნა, არც სახეობები აღარ იარსებებენ და აღარც ეს ტბორი აღარ იქნება. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლიდერობა ამ შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანია. რა თქმა უნდა, ეს ჰაბიტატების კვლევა, ეკოსისტემური სერვისები, მაგრამ თვითონ მისი ერთ-ერთი კომპონენტი, აქტივობა, რომელიც გულისხმობს მიკროპლასტიკით დაბინძურების კვლევას, ეს არის პირველი კვლევა საქართველოში ასეთი დონეზე, რომელიც განხორციელდება, ძალიან მნიშვნელოვანია და გამოცდილება ამ ქვეყნებს აქვს დიდი ხნის. ყველას ვალია, რომ ერთად დავიცვათ ჭოროხის დელტაზე შემორჩენილი უნიკალური ბიომრავალფეროვნება, რათა გქონდეს დავიცვათ და შევინარჩუნოთ ჯანსაღი და ეკოლოგიურად სუფთა გარემო, სანაპირო ზოლი, მდინარე, დღევანდელი და მომავალი თეობების საკეთილდღეოდ.